ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე დიაგნოსტიკური ცენტრი გაიყიდა. წინასწარი მონაცემებით ინვესტორი ტერიტორიაზე ახალი სასტუმროს აშენებას აპირებს და ამ მიმართულებით მიმდებარე ტერიტორიაზე ბარაკებში მცხოვრებლებთან მოლაპარაკებებსაც აწარმოებს. თუმცა შესაძლოა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ შენობას ძეგლის სტატუსი გასხვისების შემდეგ მიანიჭოს. ლანა ძაძამი არ ყოფდა რაბედიელის 50-იან წლებში აშენებულ საბჭოური ტიპის ნაგებობას, რომლის მსგავსი ქალაქში იშვიათია. ბარათაშვილის ქუჩის 24 ნომერში მდებარე შენობა, სადაც გულის დიაგნოსტიკის ცენტრი და კანისა და ვენსნეულებათა რეგიონული ცენტრია განთავსებული, გაიყიდა. შენობა სამედიცინო დაწესებულების სტატუსით 30 წელზე მეტია ფუნქციონირებს. ბოლო 5 წლებში თვიან მუშაობს წაგებაზე პაციენტი აღარაა გაიხსნა. სულფასო დაზღვევები 1000 და დაწესებულები სამედიცინო, ჩვენთან პაციენტი აღარ შემოდიოდა. იჯექით უხელფასო დივიდენდი არ იყო მოგებებს ვერ განაწილებდით. ყველამ გადაწყვიტა აქციების გაყიდვა. ამ ეტაპზე ცენტრში 29 თანამშრომელია დასაქმებული. მათივე მტკიცებით შენობას პროფილი დაახლოებით 1 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება. თანამშრომლების განმარტებით ახალი დირექტორი რევაზ მახარაძე, რომელიც დასაქმებულებს უკვე გაეცნო. შენობა გაყიდულია, ესენი აქციონერები იყო შპს, რასაც ვიცით, ახლა დამოკიდებულება საუბარი გაგვეცნო ყველას. ეს არის მახარაძე და მოხდა გადაბარება. გავრცელებული ინფორმაციით შენობის ახალ მფლობელ სამედიცინო დაწესებულების ადგილას სასტუმროს აშენება სურს. გვერდით ბარაკული ტიპის სახლებში მცხოვრებლები ადასტურებენ, რომ ინვესტორები მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ინვესტორები იყვნენ, არ მოეწონენ და გაბრუნდნენ წევიდენ. ხალხიდან, ხალხის პირობა არ მოეწონენ. შენობა, სადაც ამ ეტაპზე გულის დიაგნოსტიკური ცენტრია განთავსებული, 50-იან წლებშია აშენებული. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სათათბირო ორგანოს გადაწყვეტილების მიუხედავად შენობა სტატუსი დღემდე არ გააჩნია. რეჟისორი შოთა გუჯაბიძე მსგავსი ტიპის ობიექტების მნიშვნელობასა და ძეგლის სტატუსის მინიჭების შეფერხების მიზეზებზე საუბრობს. ბათუმში განსაკუთრებით მსგავსი ხანდაზმულობის აი ამ პერიოდის შენობები ნაკლებად გვაქვს. კომისიის 5 წევრიდან 5-ვემ ჩათვალა, რომ შენობა იმსახურებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს. მაგრამ ბატონ ანთიძემ, რომელიც არის სააგენტოს თავმჯდომარე, ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე უარი განაცხადა ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში დაგვიდასტურეს, რომ საკითხი გადაწყვეტილია და უახლოეს მომავალში შენობას ძეგლის სტატუსი აუცილებლად მიენიჭება. მას პირვანდელი სახე შეუნარჩუნდება. არსებობს საბჭოს გადაწყვეტილება, გენერალური დირექტორი ვალდებული აღასრულოს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ამ გადაწყვეტილების აღსრულებისთვის მიმდინარეობდა რაღაც დოკუმენტაციის მოპოვება. მოცემულ ეტაპზე მოგროვილია ეს დოკუმენტაცია და უახლოეს დღეებში მიენიჭება ძეგლის სტატუსი. შენობის ახალი დირექტორი ჩვენთან პირად საუბარში ამბობს, რომ შენობისთვის პროფილის შეცვლისა და მის ადგილას ახალი სასტუმროს მშენებლობის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება.